მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას, აპარატის თანამშრომლებს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ერთი საკითხი გვაქვს მეგობრებო განსახილველი, ეს არის მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ვიხილავთ ცვლილებებს და ამჯერად წარმოგიდგენთ პარლამენტის წევრები შალვა პაპუაშვილის, დავით მატეკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის პროექტს, როგორც მოგახსენეთ, მესამე მოსმენით. მხარი დაუჭიროთ დღის წესრიგს პირველ რიგში, მხარი დაჭერილია. მე უბრალოდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ცვლილებები, რომელიც ამჯერად მესამე მოსმენით არის წარმოდგენილი, ეხება რეგლამენტის ორ მნიშვნელოვან საკითხს. ერთი ეს არის დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობის მოქნილობას, როდესაც ერთ წევრს შეიძლება მოქალაქეთა მიერ შემოტანილი განცხადებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა. შესაბამისად, აქვე ამავე ჭრილში არის მეორე საკითხი, რომ აღარ დაელოდება კომისია შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და შუალედში ექნება საგამოძიებო კომისიას მუშაობის შუალედში საშუალება, რომ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაცია პროკურატურაში თუ სხვა სამართალდამცავ ორგანოებში გადააგზავნოს და მესამე საკითხი იმავე ჭრილში არის ის, რომ უფრო მოქნილი რო გახდეს და აქტიური გახდეს საგამოძიებო კომისია, მას შესაძლებლობა ექნება სასესიო კვირაშიც ჩაატაროს ხდომები, ოღონდაც ეს ხდომები ბუნებრივია დროში არ უნდა დაემთხვეს სესიას და პარალელურ რეჟიმში მის ჩატარება იქნება აკრძალული ისევე როგორც ეს იყო რეგლამენტით აქამდეც. და მეორე საკითხი გახლავთ, რომ საფუნქციო ასაკის მქონე აპარატის თანამშრომლებს, კი ბატონო, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჯერადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ამ ასაკის მიღწევის თვალსაზრისით გადაწყვეტენ, რომ დატოვონ მათ მიერ დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ეს ეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. შესაბამისად, გეტყვით, რომ მეორე მოსმენის შემდგომ მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის ამ ჩვენს კანონ პროექტში განხორციელებული და შეკითხვების შემთხვევაში მზად ვარ გაგცეთ პასუხი. თუ კი ასეთი არ იქნება, ექნება წინადადება, რომ მხარი დაუჭიროთ მესამე მოსმენით წარმოდგენილ რედაქციას და მალევე ეს რეგლამენტის პროექტი შევა ძალაში. არ არის კითხვები, კი ბატონო, მაშინ განხილულია ეს საკითხი, კენჭისყრაზე ვაყენებ. ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ მესამე მოსმენით? დიდი მადლობა, მხარი დაჭერილია, კომიტეტის ხდომა დასრულებულია.